ადამიანური მოპყრობა, ღირსების შელახვა და წამებასთან გათანაბრებული ქცევა ევა შაშიაშვილის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან. ასე შეაფასეს იურისტების უმრავლესობამ და სხვათა შორის დღეს პატიმრებმაც თქვეს პროცესის დასრულების შემდგომ, რომ ევა შაშიაშვილის მიმართ აქვს ადგილი სწორედ ამ სამ საკმაოდ მძიმე მოპყრობას პროკურორების მხრიდან და მოსამართლის მხრიდანაც. გამომდინარე იქიდან, რომ სამჯერ დადგა დღეს 2 საათის განმავლობაში სასამართლო პროცესის შუამდგომლობა, რომ ევა შაშიაშვილი მესამე სტადიის სიმსივნის მქონე პაციენტი, უმძიმესი დიაგნოზის მქონე პაციენტის დედა უნდა გაეთავისუფლებინათ პატიმრობიდან. ადვოკატი აყენებდა შუამდგომლობას, მათ შორის სხვა ბრალდებულების ადვოკატებას დააყენეს შუამდგომლობა მასთან დაკავშირებით და სთხოვდნენ როგორც პროკურორებს, ისე მოსამართლეს, რომ დღეს მაინც ყოფილიყო მიღებული გადაწყვეტილება ევა შაშიაშვილთან დაკავშირებით, რომ შეცვლილიყო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების ფორმა პატიმრობა და ის გაეთავისუფლებინათ სხდომათა დარბაზიდან, თუმცა არც მოსამართლე გიორგი გელოჩუმა და არც ორმა პროკურორმა ეს მოთხოვნა არ გაიზიარეს. საბოლოოდ ევა შაშიაშვილი დაარჩა პატიმრობაში. დღეს კიდევ ერთხელ ითქვა მისი დიაგნოზის მძიმე დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია ადვოკატის მხრიდან და ასევე კიდევ ერთხელ გაჟღერდა, რომ მისი შვილის ერთადერთი მეურვეა ევა შაშიაშვილი, შვილი რამდენიმე დღეში გათავისუფლდება ფსიქიატრიული დაწესებულებიდან. ის არის მძიმე პაციენტი. მის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ციხეში არ აქვს თავად ევა შაშიაშვილს, არ აწვდიან ოფიციალურ ცნობებს კლინიკიდან, არც მის ადვოკატს, რომელსაც აქვს მინდობილობა, თუმცა არც ერთი ეს წინადადება, არც ერთი ეს ინფორმაცია მოსამართლის გულთან ახლოს არ მიუტანია. სწორედ ამიტომ მისი მოპყრობაც ევა შაშიაშვილის მიმართ შეფასდა არაადამიანურ მოპყრობად და ადვოკატმა თქვა, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება იმისა, რომ პროკურორებმა ადგილზე მიიღონ გადაწყვეტილება ის შუამდგომლობამ მოსამართლესთან თავადაც და თქვან, რომ მისთვის მიმართ უნდა შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიების ფორმა. 5000 ლარიანი გირაოც კი დააყენა დღეს ადვოკატმა ევა შაშიაშვილის უფლებადამცველმა, თუმცა მოსამართლემ მაინც მიიღო ის გადაწყვეტილება. ევა შაშიაშვილს დღეს დასჭირდა ექიმის დახმარება, 5 წუთის განმავლობაში შეწყვეტილი იყო სხდომათა დარბაზში პროცესის მიმდინარეობა, მას ჩაუტარდა გარკვეული მკურნალობა ადგილზევე და ამის შემდეგ განახლდა სხდომა. დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ განიხილა 8 საათიანი ვიდეო მტკიცებულება, რომელიც წარმოადგინა და სახელმწიფო ბრალდებამ, პროკურორები ამ ვიდეოს მიხედვით ამტკიცებდნენ, რომ თითოეულმა დაკავებულმა აქ საუბარია 15 ბრალდებულზე ჩაიდინეს გარკვეული ტიპის დანაშაული და ეს იყო მთავარი მტკიცებულება სახელმწიფო ბრალდების ხელში. აღკვეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩემი შუამდგომლობა ეხებოდა იმას, რომ თელმა სასამართლო დარბაზმა დაინახა, რომ ევა რა მდგომარეობაში იყო და ყველა უფლებადამცველმა აღნიშნა, რომ მისი მდგომარეობა ყოველ სხდომაზე უფრო თვალსაჩინოა და მკვეთრად გაუარესებულია და ყველამ დაუჭრა მხარი ამ ჩემ შუამდგომლობას. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არც ეს შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. ახლა მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო პოლიტიკურ ნებას უკავშირდება. ვაჭრობა ამ შემთხვევაში ჩემთან აღანაირი შემოთავაზება არ ყოფილა, პირობებზე მაინც რომ ჩამოვყალიბებულიყავით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს იქნება პოლიტიკური ნება და სწორედ ამას ელოდება სასამართლო. საერთოდ ჩემი თავი გონია სიზმარში. ვერა და ვერ გავიღვიძე. ყოვლა წარმოუდგენელია, რომ ასეთი ამონტრები ჯერ ისევ მე მთელი ცხოვრება ჯანმრთელობას შევწირე, რომ ჯანმრთელი იყოს ჩემს ირგვლივ სულ ყველა, სადაც აქაც იმიტომ ვარ, რომ იმ დღესაც ესე ვიმოქმედე, რომ გადამერჩინა ბევრი ხალხი და ამიტომ რა ვიცი, ვერაფერს ვერ გეტყვით, რა გითხრათ. პასუხი არა მაქვს. რო გითხრათ, რომ რაღაცა სასაული ხდება, სასაული ის არის, ეს ადამიანი არის ავად, ოჯახი ავად არის, სიმსივნე აქვს. რა ვიცი, აბა რა გითხრათ, გული მაქვს მკვდარი. არსებობს ყველა საფუძველი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის, არა მარტო ქალბატონიევას მიმართ განსაკუთრებით, არამედ ყველა ბრალდებულის მიმართ, მრავალი ფაქტორიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის მდგომარეობა და მტკიცებულებების არარსებობა. ანუ სასამართლო ეყრდნობა მხოლოდ, როდესაც იღებს გადაწყვეტილებას, რომ პატიმრობა ძალაში დატოვოს, წარდგენილი ბრალის არსს და სიმძიმეს, რაც არის ყოვლა დაუშვებელი. როგორც მოგეხსენებათ, აღკვეთის ღონისძიების შეცვლა და გადასინჯვა უბრალოდ ხდება 2 თვეში ერთხელ და 2 თვის თავზე რა მოცემულობაც გვექნება, იმ მოცემულებით იმჯეროს ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების საკითხს. ჩვენ მზად ვართ, რომ ვიმსჯელოთ ნებისმიერ ბრალდებულთან მიმართებით საპროცესო შეთანხმების თავზე. თუმცა ამისთვის აუცილებელია და კანონმდებლობაც ამას ითქვას, რომ თითოეულმა მათგანმა აღიაროს ჩადენილი ქმედება და მტკიცებულები მიიჩნიოს უდავოდ, რაც დღეის მდგომარეობით არ გვაქვს. დიახ, განცხადება უნდა ერთობდეს თან ამ მომართვას, რომ ისინი აღიარებენ დანაშაულს.
თქვენ მოისმინეთ პროკურორის პოზიცია ბრალდების მხარე თითქმის ყველა პროცესის დასრულების შემდეგ ციტირებს რომ თუ ბრალდებულებიდან ერთი მაინც ითანამშრომლებს გამოძიებასთან აღიარებს სრულად ჩადენილ დანაშაულს ამ შემთხვევაში განიხილავენ ინდივიდუალურად მათ მიმართ გარკვეულ შეღავათებს აქ საუბარია ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულზე რომელსაც ყავს 15 ბრალდებული და თუ ერთ-ერთმა მათგანმა მაინც ითანამშრომლა გამოძიებასთან ნიშნავს რომ მან 14-ივეს ნაცვლად აღიარა დანაშაული და გამოდის რომ ყველა აღიარებს ამ შემთხვევაში უკვე დანაშაულს თუმცა არც ერთი პატიმარი არც ერთი ბრალდებული ამ დრომდე დანაშაულს არ აღიარებს ისინი დრო და დრო სიტყვის თქმის უფლებით სარგებლობენ ყველა სასამართლო პროცესზე დღეს მაგალითად დავით სტურუა მისარგებლა სიტყვის თქმის უფლებით მას შემდეგ რაც ბრალდებულის ყურამდე მივიდა პროკურორის პოზიცია რომ პროკურატურა თანხმობას გამოთქვა საპროცესო შეთანხმებაზე თუ ბრალდებულები აღიარებენ დანაშაულს სტურუამ ხაზგასმით აღნიშნა რომ ის არასდროს ითანამშრომლებს გამოძიებასთან ის არ განიხილავს საპროცესო შეთანხმებას გამომდინარე იქიდან რომ ის ციხეში მოხვდა სწორედ მისი პროტესტის გამო მისი ბრძოლის გამო და ამ ბრძოლას ის საიდან გააგრძელებს ციხიდან თუ ციხის გარეთ მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს მე ჩემი ხალხის და ჩემი სამშობლოს გამო ვიყავი აქციაზე. გამოხატავდი პროტესტს და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საიდან გავაგრძელებ ბრძოლას, ციხიდან თუ გარედან. არავითარ საპროცესოზე არ ჰქონდეს გამოძიებას ილუზია. არ ვაპირებ თანამშრომლობას. დღევანდელი სასამართლო პროცესი დასრულდა ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებით და ეს მტკიცებულება არის 8 საათიანი ვიდეო მასალა. ამის შემდგომ უკვე სახელმწიფო ბრალდების ეტაპია სასამართლო პროცესში უნდა წარმოადგინონ მათ მოწმეები და ეს მოწმეები იქნებიან სავარაუდოდ პოლიციელები და სპეცრაზმლები, რომლებიც დაკავებულების წინააღმდეგ წერენ ჩვენებებს, აძლევენ ჩვენებებს, საინტერესოა რა სიტყვიან ისინი იანვრის 6 რიცხვში ჩაენიშნათ 11 წელზე საქალაქო სასამართლოში 15 კაციან საქმეზე სასამართლოს ხდომა.